მიიღებს და ვინ არა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას კენჭისყრამდე რამდენიმე თვე რჩება, თუმცა ოპოზიციაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობა. ამ ეტაპზე არჩევნებისთვის ემზადებიან გახარია საქართველოს პარტიაში და გირჩი. ლელო კვლავ ფიქრობს და კონსულტაციების პროცესშია. სხვა ოპოზიციონერი პარტიები კი უარს ამბობენ და ბოიკოტის მნიშვნელობაზე მიუთითებენ, რაც წერილობითაც დაადასტურეს. მმართველ გუნდში კი გამარჯვების ჯერად და აცხადებენ, რომ ოპოზიცია საბოლოოდ მაინც ჩაერთვება კენჭისყრაში და მათი რეიტინგიც ამით დადასტურდება. ჩვენ ძალიან მყარად და ძალიან მკვეთრი პოზიციებით მივიყვებით ჩვენს დღის წესრიგს და ვიძახით, რომ ჩვენთვის რეჟიმთან ბრძოლის გზა დღესდღეობით არის მშვიდობიანი, ნებისმიერი რადიკალური სცენარი, რომელიც დაანონსდა ჩვენს ქვეყანაში ოპოზიციური სხვადასხვა პარტიების მხრიდან არის მიუღებელი და ამაში ჩვენ ვერ ვიქნებით ჩართულები. შესაბამისად, ჩვენ ვიძახით, რომ ვემზადებით არჩევნებისთვის. ამჟამად გვაქვს ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს ერთობას მხოლოდ და მხოლოდ პარტიულად ნეიტრალური კანდიდატების ირგვლივ. ჩვენ გახარიას არჩევნებს უარის ჩვენთვის ლელოსთან მიმართებაში ბოიკოტის შემთხვევაში ჩვენ ვაგრძელებთ ლელოსთან კომუნიკაციას და დიალოგს. ყველაზე ნაკლებად მინდა ხოლმე ლელოსთან ამ რიტორიკით ვისაუბრო, მაგრამ მეგობრებო, როდესაც ჩვენ კარგად სამშობლოს ასეთ შემთხვევაში ყველამ უნდა იცოდეს, რომ 13 წლის მანძილზე ძალიან ბევრ ადამიანს, არა მხოლოდ ქართულ ოცნებას, ოპოზიციაშიც ძალიან ბევრი რაღაცა ერთობის ხათრით ეპატია. მე ვფიქრობ, რომ ახლა არის მკაფიობის და სიცხადის დრო, შესაბამისად ყველა ეს ადამიანი, ვინც ნებით თუ უნებით არ აქვს მნიშვნელობა რა მიზნით მონაწილეობას მიიღებს ამ სპეცოპერაციის გაფრთხილებაში, რასაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქვია, გადაიხდის ძალიან მწარე ფასს არა მხოლოდ საკუთარ ამორჩეველში, არამედ პოლიტიკურ წრეებში. უარგისების ნაწილი არჩევნებში არღებულობს მონაწილეობას. შესაბამისად, შანსი არის, რომ ნორმალური ადამიანებისთვის გაჩნდეს ადგილი, თუნდაც პირველი ნაბიჯის გადასადგილად ადგილობრივი მნიშვნელობის პოლიტიკაში მაინც და ჩვენ ვთავაზობთ ჩვენ საზოგადოებას ამ შანსის გამოყენებას ჩვენთან ერთად, იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩვენთვის ყველა ადგილი ვაკანტურია, სადაც საშუალება ჩნდება, რომ ჩვენი მომხრეები გავიდნენ. და გვინდა რომ ეს ვაკანტური ადგილები შევავსოთ და თან შევავსოთ ნორმალური ხალხი. რადიკალურ ოპოზიციაში დაპირისპირებაა და შეიძლება ჩვენ მოგვიწიოს ახლა რაღაცა შუამავლის როლის შესრულება, იქნებ როგორმე შევარიგოთ ეს ხალხი, არ დახოცონ ერთმანეთი. რამენაირად მორიგდნენ, რომ ვიღაცა მიიღებს მონაწილეობას, ვიღაცა არ მიიღებს მონაწილეობას. არა უშავს, მეგობრებო, ახლა ერთმანეთი არ დახოცოთ. ის ფაქტი თავად, რომ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა მშვიდობას, ემხრობა თავის ძროზე არჩევნების ჩატარებას და ემხრობა თანასწორ ურთიერთობას, ეს არის მოცემულობა, ამას ვერ შეცვლის ვერავინ. ერთნიც და მეორენიც ფიქრობენ ქვეყნისათვის ზიანის მიყენებაზე. ამაზე არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება და ბოლო პროცესებმა გვიჩვენა, რომ სწორედაც ასეა. ისინი, ვინც არჩევნებში ფიქრობენ ჩართვას, დღის წესრიგიდან არ ხსნიან იმას, რომ რიგ გარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს პარლამენტის მაშინ, როდესაც ამის საფუძველი არ არსებობს. იგივე მიდგომა აქვს სხვებს, მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ საბოტაჟით უფრო ეფექტურად დააზიანებენ ქვეყნის სტაბილურობას.